რა ხდება ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე და შემოვიდა თუ არა გუშინ 24 საათში საქართველოში რუსეთიდან უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი. რუსული მედია რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის 18 აგვისტოს საღამოს გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარი ბოლო 24 საათში 20,000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. რუსეთის საბაჟო უწყების ინფორმაციით მსგავსი დინამიკა უკვე რამდენიმე დღეა შეინიშნება. 15 და 16 აგვისტოს ზემო ლარსის გამშვებ პუნქტებზე ყოველდღიურად 19,000-ზე მეტი ადამიანი გადადიოდა. რუსული მედია ლარსზე არსებული რიგების ფოტოებს და ვიდეოებსაც ავრცელებს. Пробка перед российской границей в сторону Грузии. პოლიტიკოსმა ხატია დეკანოიძემ რუსეთის ფედერალური საბაჟოს ინფორმაციის მიერ უპრეცედენტო მგზავრთ ნაკადის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა სტატუსი, რომელშიც თქვა, რომ რუსებს არ ენდობა, მაგრამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განმარტებაა საჭირო. დაუჯერებელია, ნორმალური შემოწმების პირობებში 20,000-მა ადამიანმა მოახერხოს გადმოსვლა ავტომანქანებით ან თუნდაც მარტო. 20,000-ზე წუთში გამოდის 13 ადამიანის შემოწმება. ანუ რა გამოდის, საბუთების პასპორტის შემოწმებას ერთ ადამიანზე საშუალოდ 4 წამი ჭირდება? თუ ეს სიმართლეა, ჩემთვის ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი, რაც გულისხმობს შემოწმების ზედაპირულობას. ნებისმიერ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ყველას გვიწევს ცდა და საქართველოს მოქალაქეებსაც მეტი დრო ჭირდებათ. ომის წინააღმდეგ ვინც არის და პუტინის მათი შემოსვლის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ზედაპირული შემოწმება. ჩვენ გვჭირდება რეალური სტატისტიკა, რა ხდება ლარსზე. ამის შემდეგ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ამბობს, რომ მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სხვადასხვა მედია საშუალებასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ბოლო 24 საათში საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით საქართველოს საზღვარი რუსეთის 20,000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით გსურს განმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ცალკეული დაინტერესებული პირების მხრიდან მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება. განუმარტავთ, რომ ბოლო 24 საათის მონაცემებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით სხვადასხვა ქვეყნის 7,880 მოქალაქემ გადმოკვეთა. ასევე ანალოგიურ პერიოდში ამავე გამშვები პუნქტით ქვეყანა დატოვა სხვადასხვა ქვეყნის 8,406 მოქალაქემ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ყველას თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე სხვადასხვა მონაცემის არასწორი ინტერპრეტაციითა და დამახინჯებული ფორმით გავრცელებისგან. თუმცა განცხადებაში არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ მგზავრთა გაზრდილი ნაკადის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურამ გაავრცელა.